როგორც იცით, სულ მალე დაიწყება დიდი მარხვა, საღდგომო მარხვა, განსაკუთრებული პერიოდი მორწმუნის ცხოვრებაში და სწორედ აი ეს პერიოდი ეწოდება მოსამზადებელი პერიოდად, ასე დააწესა წმინდა ეკლესიამ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს კიდევ ერთხელ ჩვენთან შევახსენოთ და ყველას როგორ უნდა ვემზადებოდეთ დიდი მარხვისთვის და რას ნიშნავს საერთოდ სამზადისს დიდი მარხვისთვის. თემაზე სასაუბრო ბრძანდება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი. დილამშვიდობის მამა გიორგი. დაგლოცოთ ღმერთმა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისათვის. ალბათ ძალიან ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, თქვენ ხშირად გისაუბრიათ ბრეულთან საზოგადოებაში ჩვენი გადაცემა ამ პერიოდში განსაკუთრებით ეთმოხმოხმო, მაგრამ საჭიროა ყოველთვის გავახსენოთ ჩვენ თავებს და ყველას თუ როგორ მოემზადოთ, იმიტომ რომ სწორედ უკვე დაწყებულია სამზადის ეკლესიაში, ხო, ჩვენ ახლა უძღებიშვილის კვირაში ვიმყოფებით და რადგან ეკლესია განსაკუთრებით ამ მარხვისთვის წინა პერიოდებს აწევს, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული სამზადისია იმ ასპარეზისთვის, ასე ეწოდება დიდი მარხვა. როგორ უნდა ემზადებოდეს ადამიანი დიდ მარხვისთვის და რამდენად არის საჭირო და აუცილებელი რომ ეს წინა პერიოდი სწორად გავიაროთ რომ შემდგომ შეძლებს და გვარად სრულად დავიცვათ მარხვა შინაარსობრივად. მართლაც მნიშვნელოვანი დღეები იწყება ჩვენთვის ქრისტიანებისთვის. ემზადებით დიდი მარხვისთვის, რატომ არის ეს დიდი მარხვა და განსაკუთრებულად გამორჩეული სხვა მარხვებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ემზადებით შესახვედრად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. რა არის აღდგომა? აღდგომა ეს არის ჩვენი გამოხსნის დღე, ეს არის ადამიანის ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლების დღე, სამოთხის კარის გახსნის დღე, საოცარი დღესასწაულთა დღესასწაულია და განსაკუთრებული დღე არის ეს აღდგომის დღე, იმიტომ რომ ადამიანის კაცობრიობაში ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყოველი ადამიანი ქრისტეს მოსვლამდე, ქრისტეს ჯვარცმამდე აღდგომა მის სიკვდილით აღდგომამდე ხო ყველა ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა და სამოთხის კარი დაკეტილი იყო, იმიტომ რომ დაეცა სამწუხარო ჩვენი წინაპარი და ყოველი ადამიანი ეშმაკის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამიტომ მოსვლა იყო საჭირო ღმერთისა და ღმერთმა კაცობრიობი ბუნება მიიღო, ადამიანი გახდა და აი ეს გზა გაიარა და მისი ჯვარცმით, სიკვდილით და აღდგომით ადამიანი გამოიხსნა ეშმაკის ტყვეობისგან, გახსნა სამოთხის კარი და შეგვიძლია რომ ჩვენ შევიდეთ სამოთხეში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და ამ დღისთვის განსაკუთრებულად კიდევ ეკლესიამ დააწესა მარხვა, ყველანაირად სხვანაირი მარხვა, ასე რომ ვთქვათ, უფრო მძიმე საკვებითათაც, იმიტომ რომ არის ვთქვათ არიჭმევა თევზი და ასე შემდეგ და პირველი კვირა, ბოლო კვირა მძიმე მარხვა, უზეთო მარხვა და ასე შემდეგ, რომ აი ადამიანი როგორც ჩვენი პირველი მშობელი ადამი დაეცა ერთადერთი მცნება მისცა რომ არ უნდა ეჭამა ხის ნაყოფი და ფაქტურად ეს იყო მარხვა და მარხვა დაარღვია და გამოიდევნა სამოთხეში, ასევე ჩვენ ამ მარხვით, სინანულით, ლოცვით, მოწყალებით, კეთილი საქმეებით და ღვთის მცნებების შესრულებით ჩვენ ისე უნდა დავბრუნდეთ სამოთხეში. აი ეს პერიოდები, საოცარი პერიოდია ეკლესიამ ესე განაწესა, რომ ემზადებოდეს ადამიანი, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი, თქვათ წინა კვირა იყო მეზვერე და ფარისეველის კვირა იყო. ანუ გვასწავლის ეკლესია ამით, რომ ჩვენ სინანულში უნდა ვიყოს, სინანული არის ჩვენი გადამჩენელი. ადამიანმა რაც არ უნდა აკეთოს, რაც არ უნდა სათნოებები შეიძინოს და გააკეთოს, ხო, თუ სინანული არ აქვს, თავისუფლების განცდა არ აქვს და ეს ყველა ვარიანტში ამ პარტავნობაში ჩავარდება და ეს მეზვერე და ფარისეველიც ეს აი ეს მდგომარეობა იყო, რომ აი ფარისეველი ამაყობდა ამით, რომ იყო მოწყალე, იყო თქვაც მარხულობდა, ლოცულობდა და ამაყობდა, რომ მადლობა უფალო, რომ არა ვარ აი როგორც ეს მეზვერეო. ხვდებით, ხანდახან ჩვენ უნდა დავიჭიროთ ჩვენ თავებში, რომ აი მაგათაც ვინც მარხულობს, ასა ამაყობს ამით, რომ მარხულობს, ლოცულობს, ასრულებს ამ წესებს, ხო ხვდებით და თქვათ ვინც ვერ მარხულობს ან არ მარხულობს, იმას განიკითხავს და აი რაღაცა და მოდის რაღაც. ესე არავითარ შემთხვევაში აი ნახე ქრისტიანის საერთოდ თელი ცხოვრების განმავლობაში აი მეზვერესნაირი მდგომარეობაში უნდა იყოს, აი განწყობით უნდა იყოს, რომ მას ცოდვების განცდა ჰქონდა, მას ცხენოდა რომ ის ცოდვილი იყო, მას ცხენოდა რომ საერთოდ ზეცისკენ აეხედა, თავი დაღუნული ჰქონდა და ტიროდა და გლოვობდა, რომ ღმერთო მილხინე მეცოდე, ერთადერთ სიტყვას ამბობდა, შემიწყალე უფალო, მაპატიეთ ჩემი ცოდვები. აი ეს მდგომარეობა უნდა იყოს და სხვა, როდესაც ადამიანი თავის თავში ჩაიხედება და დაინახავს უამრავ ცოდვებს, სხვას არ განიკითხავს. ამიტომ აი ეს მდგომარეობა გვასწავლის ეკლესია, რომ ჩვენ სინანულში უნდა ვიყოს, ჩვენი ცოდვების განცდა უნდა გქონდეს. ეხლა ეს კვირა არის დღემდე ჩვენ კვირაში ვიმყოფებით ეს უძღებიშვილის კვირა. ანუ გვასწავლის ეკლესია და გვამზადებს, რომ
ჩვენ რაც არ უნდა მძიმე წოდვაში ჩავარდეთ და რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში ვიყოთ, ჩვენ გვყავს ტკბილი мама. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ეკლესია, ჩვენ უნდა მივიდეთ ისე ჩვენ უფალთან, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარვართ. და საოცარია ხო ეს იგავი, ყველას ისეთი ჩემთვის საყვარელი იგავია, რომ აი ეს мама არის ღმერთი, ეს შვილი, რომელმაც ეს სიმდიდრე, ეს ყველაფერი, რაც мама მიანიჭა, მისცა, ყველაფერი მრუშობაში, გარყვნილებაში, სიბინძურეში გაფლანგა და ცოდვაში ჩავარდა და ისე მდგომარეობაში ჩავარდა, ესე იგი საჭმელიც ენატრებოდაო და გახდა ღორების მწყემსი და ღორები რო ჭამდრენო, ისიც კი ენატრებოდაო. წარმოიდგინეთ. ამ მდგომარეობაში ვარდებით ჩვენ სამწუხაროდ, როდესაც ადამიანი საერთოდ უღმერთო ცხოვრობს, საერთოდ ამ საიდუმლოებებში არ იღებს მონაწილე, არ იცავს ღვთისმსნებებს, ადამიანი ვარდება ღორების მწყემსი კი არა, ხანდახან ღორებს ემსგავსებით, ისე დღეში ვარდა. ახლა ორი კატეგორია არის აქ. ერთი კატეგორია, რომელიც საერთოდ არ დადის ეკლესიაში და მეორე კატეგორია, რომელიც დადიოდა და თქვათ მიატოვა და რაღაცანაირად ამოვარდა კალაპოტიდან და ამიტომ ეკლესია ასწავლის და მოუწოდებს ყველას, ვინც საერთოდ არ დადიოდა ეკლესიაში, რომ აი მოდი ეკლესიაში, აქ არის გადარჩენა, აქ არის ბედნიერება, აქ არის სიხარული, ჩემო კარგო, შენთვისაა ეს ყველაფერი, ღმერთმა შენთვის ეს ყველაფერი გააკეთა, შენთვის ადამიანი გახდა ღმერთი, წარმოიდგინე ამ სამყაროს შემოქმედი, შენს გამო ჯვარზე გაეკრა, სისხლი დანთხია, მოკვდა, წარმოიდგინეთ რა გააკეთა, შენს გამო და ამიტომ უნდა მოხვიდე, აქ არის გადარჩენა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ამავება, ეს ცხოვრება ერთი წამია და დათავრდება ეს ცხოვრება და იწყება დაუსრულებელი ცხოვრება. საათ ეს არ ვიცით, ან 60-ში, როგორი ცხოვრობს ადამიანი თუ სიკეთით და ღვთისმსნებებით, ან ჯოჯოხეთში. ამიტომ ეკლესია მოუწოდებს ეს ადამიანს. ასევე მოუწოდებს იმ კატეგორიის ადამიანებსაც, ვინც დადიოდა ეკლესიაში და თქვა დიდი ხანი აღარ მოსულა ეკლესიაში და ღმერთი მოუწოდებს ადამიანს, რომ მოდი ჩემთან, იმიტომ რომ ზოგს გონია, რომ აი ახლა როგორ მივიდე მოძღვართან, ამდენი ხანი არ ყოფილვარ, ცხენია, მის პირიქით არის. აი როგორი ფრაგმენტია, როდესაც ეს კაცი გადაწყვიტავს, რომ მოდი რა, ავდგები, დავბრუნდები ჩემ მამასთან, უამრავი მსახური ყავს. მე ვიტყვი, რომ მე არა ვარ შენი შვილაწოდების ღირსი, მოვალ შენთან და ამ დროს, როდესაც მიდის мама შორიდან დაინახავსო და გამოეგებება мама და ჩაიხუტება, წარმოიდგინე, არც უსმენს мама, ის ეუბნება мама, არ ვარ მე შენი შვილაწოდების ღირსი და მე ერთად მონა ვიქნები შენი და мама არ უსმენს. ნახეთ, ასე ეუბნება მსახურს, გამოიტანეთ პირველი შესამოსელი, გაუკეთეთ ბეჭედი, რომ ჩემი შვილია, დაუკლათ ზვარაკი და ვიფხიარულოთ, რომ ჩემი შვილი მკვდარი იყო და ცოცხალი. ხვდებით, აი როგორი ეს მდგომარეობა ეკლესიაში, ანუ მგდელიც ესე არის მართლა, რომ როდესაც ხედავთ, რომ ჩვენი სულიერი შვილი ვთქვათ, მრევლი, რომელმაც რაღაცნაირად кайხანი არ გამოჩნდა ეკლესიაში, რაღაცა ხვდებით ჩვენ, რომ ის უკვე მძიმე ამოვარდა კალაპოტიდან და ხან ურეკავთ, ხან რაღაცა დრო ამოეხმიანებით და ხან შეიძლება ვერც შევეხმიანოთ. ხვდებით, მაგრამ უნდა იცოდე, რომ პირიქით რომ დაგინახავთ ისეთი სიხარული მოდის, რომ დაბრუნდა ისე, მოვიდა ისე, თუ გცხვენი არ არის ასე ეშმაკი აკეთებს ამას, რომ ადამიანს რაღაცნაირად შეარწყვინოს, რომ არ ცხვენია და არ გვაქვს ურთიერთობა თავისთავად, შესაბამისად ყველა ადამიანის სულიერად ყდომას განიცდის. რა თქმა უნდა და ამიტომ აი ეს კვირა არის და აი ყველას მოუწოდებთ, რომ მოვიდნენ ეკლესიაში, იმიტომ რომ აქ არის გადარჩენა მართლა. აი შემდეგი კვირა მერე არის უკვე საშინელი სამჯავროს კვირა. ესე იგი ღმერთი და ეკლესია გვასწავლის, რომ ჩვენ გველოდება საშინელი სამჯავრო, ჩვენ გველოდება ღმერთთან წარდგომა, ჩვენ გველოდება ჩვენი წოდებისათვის პასუხისგება და ამიტომ ეკლესია საოცარია ჯერ საშინელებაა, საშინელი მარტო იმიტომ კი არ არის, რომ თქვათ გადაწყდება 60-ში იქნება თუ ჯოჯოხეთში იქნება ადამიანი, არამედ თვითონ ეს მდგომარეობა როგორი იქნება, როდესაც უფალი დიდებით მოვა, როდესაც მოვა ანგელოზებთან ერთად, წარმოიდგინეთ რა მოხდება, შეიძლება ეს სამყარო, მთელი კაცობრიობა, მილიარდობით ადამიანი, ვინც დაბადებულა, ვინც დაიბადება, ყველა ერთად შეიკრიბება. უბრალოდ ეს სანახაობა რა იქნება ეს რა რისხანე სანახაობა იქნება, რა შიში იქნება, რომ ელოდები შენ და დაუსრულები, ანუ საუკუნო შენი განსასვენებელი სად იქნება, ანუ 60-ში ღმერთთან თუ ჯოჯოხეთში ეშმაკთან. წარმოიდგინე, ამას ახსენებს ეკლესია, რომ ჩვენ აი თითქოს აფხიზლებს, რომ აი ამ მარხვის იმაში ვიწყებთ, ამ მარხვას ვიწყებთ და გახსოვდეს ეს, რომ ჩვენ ეს გველოდება, ჩვენ სიკვდილი გველოდება, ჩვენ ღმერთთან წარდგენა გველოდება და ამიტომ ადამიანმა ეს გამოსაფხიზლებლად, ასე რომ ვთქვათ, შიში, აი რაღაცა შიში მოდის, ხო, ეს ვინდა არ გინდა, რამდენჯერ წაგვიკითხია და ყოველ წელს ვკითხულობთ, ხო, ამ საშინელი სამჯავროს საკითხავებს და ასე შემდეგ და იქ როგორ არის, რომ აი გაიყოფა თელი კაცობრიობა და ეტყვის მარჯვნივ მყოფებს, რომლებიც ღვთისმსნებებით ცხოვრობდნენ, რომ მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაემკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი, ხოლო მარცხში მყოფებს ეტყვის წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსამა საუკუნესა, რომელიც გამზადებულია ეშმაკისათვის, ამ სახურთამისათვის. ანუ
ჯოჯოხეთი და ცეცხლი არ არის ადამიანისთვის გამზადებული, არის ეშმაკისათვის და მსახურთა მისათვის. ანუ ვინც სამწუხაროდ აიჩევს თავისი თავისუფალნებით ეშმაკთან ყოფნა და მსახურება. ამიტომ აი ეს პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და უნდა ჩავეძიოთ, უნდა ჩავერთოთ ამ ეკლესიის, აი ამ სწავლებებში, უნდა სახარება ვიკითხოთ, აი თელი კვირის განმავლობაში მსახურებებში აი ეს განსაკუთრებულად ეს ამებზე არის გამახვილებული ყურადღება. შემდეგი კვირა უკვე ბოლო კვირა სანამ მარხვის დაიწყება, უკვე ეს არის ადამიანის გამოდევნა ესე იგი 60-დან და გვახსენებს ეკლესია რომ აი ცოდვის დაცემით, აი არა ღმერთის მინდობით, ამპარტავნებით, აი ადამიანი დაეცა და დავიღუპეთ ჩვენ ყველანი და გამოიდევნა ადამიანი 60-დან და როგორც წეგრამ თქვით რომ მარხვის დარღვევით და ამპარტავნებით, პატიმოყარეობით და ასე შემდეგ გამოიდევნა ადამიანი, აი ამ მარხვაში ჩვენ უნდა ვილოცოთ, ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, ჩვენ უნდა სინანულში ვიყოთ და რომ დავბრუნდეთ ისევ და სინანულის არქონის გამო რაც თავარია მამოძრავი ხომ თავისთავად და ალბათ ყველას უნდა გვახსოვდეს ზოგჯერ ამობენ ხოლმე რომ შეიძლება ასე ითქვას სიკვდილზე რატომ უნდა ვიფიქრო განუწყვეტლივ თქვათ რატომ უნდა მქონდეს სასჯელის შიში და ასე შემდგომ ან განუწყვეტლივ რატომ უნდა ვიყო ამ განცდაში რომ აი დღეს თუ ხვალ მე ვთქვათ მოკვდები წარსდგები უფლის წინაშე და აუცილებლად დავისჯები თქო ზოგს ასეთი შეხედულება აქვს მაგრამ რეალურად ანუ შიში არის იმის რომ უფალს არ დავშორდეთ რეალურად და მაქსიმალურად ვიცხოვროთ იმის დამიხედვით რომ უფლისათვის საცნო იყოს ჩვენი ცხოვრება ხომ და შესაბამისად უნდა გვეშინოდეს იმის რომ არ ავცდეთ მისკენ სავალ გზას ეს არის ქრისტიანის მთავარი დანიშნულება ხომ და შემდგომ უკვე როდესაც წარსდგებით უფლის წინაშე რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრების წესის მიხედვით მოხდება დადგენა იმისა თუ მარჯვნივ ვიქნებით მამისა თუ მარცხნივ და შესაბამისად სიკვდილს რაც შეეხება კიდევ ანუ ალბათ ყოველი ადამიანი და ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამას რომ ადლიერი უნდა ვიყოთ იმის რომ გავვითენდა დილა და ეს კიდევ არის შანსი იმისა რომ სწორედ სინანული გამოვიჩინოთ აღძრათ ჩვენს თავში და ის ცოდვები შევინანიოთ ეს შიშიც სრულად ქრისტიანი ყველაფერს სიყვარულით უნდა აკეთებდეს. უბრალოდ ჩვენ ვერ ვართ ამ სულიერ ეტაპზე, ასული ასე რომ ვთქვათ, სიმაღლეზე ვერ ვართ, იმიტომ რომ ჭირდება ხოლმე ხანდახან ეს გახსენება ამ შიშით, იმიტომ რომ აი მაგალითად ერთ-ერთი წმინდანი ამბობს, თუ არ ვცდები იოანეს სინელი, კიბის ამწერელი ესეთ რამეს ამბობს, რომ არისო სამი კატეგორია ადამიანისო რა, ერთიო რომელიცო მოდისო ცოდვების გამო აი რაღაცა ჩავარდება ცოდვებში და ასე შემდეგ და მოდის ეკლესია არის მეორე კატეგორია რომ შიშის გამო რომ აიო ჯოჯოხეთში აი მე ჯოჯოხეთში არ მოხვდე და ამის გამო იწყებს ეკლესიაში სიარულს და ასე შემდეგ არის მეორე არ არისო ეს სრულიო არ არისო ეს სრულიო არის მეორეო რომელიცო 60-ის გამო იწყებსო აი რომ ნეტარი ცხოვრება მექნება აქ სულ ტანჯვაში ვარ სულ იმაში და იქ დავისვენებ და სულ ბედნიერი აქაც რაღაცა ეს ჩანს ახლა ხო ხდებით ანგარე რაღაცა ის ჩანს და არ არის ესეც სრულიო. აი სრული რა არის სიყვარულის გამო რო აკეთებ ამ ყველაფერს. რომ ღმერთი რო გიყვარს და აი შიში ზუსტად აქედან გამოდის რომ შენ აი ამ ყველაზე ძვირფას კარგავ ამის შიში გეშინი ამის გეშინი ეს არის ეს შიში რომ ის კი არ არის რომ თქვა ვიღაცა გაგამათრახებს ახლა იქ და ამის გეშინოდეს. ყველაზე საშიში ესაა ღვთაებრივი ოქროპირი ესეთ სიტყვას ამბობს რომ მე არ მეშინი არაფრის არ წუნწუბი ცეცხლის იმის ყველაზე საშინელი ტანჯვა არის ის როდესაც ჩემი ტკბილი უფალი ჩემი დანახვარო არ მოუნდება ზურს რომ იმაქცევსო და მის განათებულ წყინვალე სახეს რო ვერ დავინახავ ეს იქნება ყველაზე დიდი ტანჯვა. ხვდებით ეს არის ჩვენ რაღაც არასწორად ვიგებთ ხოლმე ამ შიშის მაგრამ აი ეს მომენტების თქვათ რაც სახარებაში არის და თქვათ მამები რო გვაფრთხილები რომ ჩვენ გველოდება ეს და ჩვენ შეიძლება ესეც აღძრავს ადამიანს აღძრავს ამისთვის რომ აი ეს შიში მე უკვე სიყვარულს შეიქმს და ნენელა სიყვარულში გადადის ეს ყველაფერი ხო ჭირდება ჩვენ ადამიანებს თორე სრული სიყვარული არის იმიტომ სიყვარულის გამო რაც ჩვენთვის ღმერთმა გააკეთა ანუ ადამიანი შენთვის რომ კვდება წარმოვიდგინე. ანუ შენ დასაღუპავად ხარ განწირული და შენს მაგრივად ისო ჩანაცვლდება. ისე რომ წარმოვიდგინე იმის მიმართ როგორი სიყვარული გექნება. წარმოვიდგინე როგორი პატივისცემა გექნება. რაში გჭირდება რამე ანგარება, ან რაღაცა შიში, ხო? უბრალოდ ადამიანი ხარ და სინდისის გამო რომ შენს გამო ადამიანი მოკვდა. თან ნახე რა მოხდა. რომ შენ რომ მოკვდებოდი და დაუსრულებელად სექტორში იქნებოდა. წარმოვიდგინე სიცოცხლეში არ იქნებოდი. ანუ სულ ჯოჯოხეთში მთელი კაცობრიობა ჯოჯოხეთში იყო.
წარმოიდგინეთ. რა გააკეთა უფალმა, რომ გამოიხსნა მთელი კაცობრიობა და საუკუნო ნეტარება და ბედნიერება მასთან ერთად დაგვიდგინა და ჩვენ წარმოიდგინეთ როგორ უნდა ვიყოთ, რა შიში, რა ანგარება, პირიქით სიყვარული ეს უნდა გავაცნობიერო რომ ჩვენ რომ ეს არის ყველაზე და გააკეთა ჩვენთვის და მე როგორ უსინდისოდ ვიქცევი რომ ვერ ვცხოვრობ ქრისტიანად, როგორ უსინდისოდ ვიქცევი რომ საერთოდ არ ვაქცევ ამას ყურადღებას და აი ესე ხარ რაღაცნაირად მოშვებული ხარ და არ გაინტერესებს საერთოდ ეს ყველაფერი. სიყვარული რო იშვას მამა გიორგი თავისთავად ამისად საჭიროა რომ შევიცნოთ უფალი. რა თქმა უნდა, ამას ჭირდება ზუსტად აი ეს პერიოდები უნდა გადადგას ადამიანმა. აი ჩვენ როგორ ავართ, იცი, აი ეკლესიაში სიარული, მოვდივართ ეკლესიაშიც, თქვათ, რაღაცას მოვისმენთ, რაღაცა, მაგრამ აი როგორ გამოვდივართ ისევ ამას უნდა განახორციელოს ადამიანმა. მე სულ ვამბობ, ხო შეიძლება გატყულ რაღაცას რომ გარიგებ, ვიქნებ გატყულებ შეკაცო, რომ გამოვდივარ და ვქადაგებ, ვიქნებ გატყულებ. მოდი რეალურად განახორციელე რა, გადაამოწმე თუნდაც მართლა. და ნამდვილად, როდესაც ადამიანი მთელი გულით, მთელი არსებით ჩაერთვება ამ ქრისტიანულ ცხოვრებაში, დამიჯერეთ უკვე რეალურ დადგება ის მოვა ეს მადლი, შეიგრძნობ ამ ღმერთს, შეიგრძნობ ამ სიხარულს, რაც ეკლესიაში არის და უკვე შეცვლი შენ ცხოვრებას. ამიტომ აი ხა სიკვდილზე, აი რატო უნდა ვიფიქრო სიკვდილზე და რატო უნდა დავიმძიმოთავ? ერთ-ერთი რომ რეალობაა ეს, ხო? ერთ-ერთი რომ ანუ ეშვაკი გვატყულებს, რომ შენ არ მოგწევი, კაცო, შენ არაფერი არ გემუქრება. ეს დავდივარ ჩვენ პანაშვიდებზე, დავდივართ პატარა ბავშვები იღუპებიან, საშუალო მოხუცებ, დავდივართ ამ ყველაფერს, მე არა. ხედავთ იქ უამრავ სნეულება, სასიკვდილეს სნეულებებით დასნეულებულ ადამიანებს, მე არა, აი ესე არა. ანუ ეშვაკი გეუბნება შენ არ მოგწევი. არა და რეალურად ხო სიმართლე ეს არის, რომ ჩვენ შეიძლება ნებისმიერ წამს დავდივართ ღვთის წინაშე. ამიტომ ეკლესია ამას გეუბნება, რომ სასოწარკვეთილებაში და რაღაცა უიმედობაში და იმაში კი არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში ამაზე ფიქრით. არამედ ზუსტად სიკვდილი რო გახსოვს ადამიანს, ხო? ის არასდროს არ შეცოდავს. რო იცი რომ შენ ცოდვის წინაშე დადგეხი რაღაც საფრთხე არის, რომ ჩავარდე ცოდვაში და გაგახსენდება, რომ ბიჭო, ეხლა რომ ეს ცოდვა ჩავედინო და გარდავიცვალო, ვერცინანული მოვასრო, ნახე რა სასარგებლოა სიკვდილზე ფიქრი? ამ გაგები თორე, ეხლა იმ გაგები თუ დეპრესიაში ჩავარდი და ეს საერთოდ სხვა რამეა, რომ აი რაღაცა იმიტომ არის რომ როდესაც ჩვენ ღმერთთან ახლოს ახარ, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს. აი, როდესაც ადამიანი არ არის ამ საიდუმლოებში არ იღებს, მისთვის უცხოა ეს სიტყვები, რომ ვამბობთ ხოლმე, რომ აი გიყვარდეს, მტელი გიყვარდეს, უცხოა ეხლა როგორ უნდა შევიყვარო, გაუგებარია, ვიღაცა რომ შეურაცხყოფას მოგაყენებს, უნდა მოითმინო, უნდა ილოცო იმ მისთვის, ხო ხტები? ანუ გაუგებარია, ვინც არ ცხოვრობს, რეალურად არ არის ჩართული ქრისტიანულ ცხოვრებაში, მისთვის გაუგებარია ეს, მაგრამ როდესაც ჩაერთვება ადამიანი ქრისტიანულ ცხოვრებაში, ის უკვე სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს და ხვდება, რომ ამის გარეშე დაიღუპება. და ამიტომ აი უნდა ვეცადოთ, რომ აი ეს მოსამზადებელი პერიოდი ზუსტად ეს არის, რომ აი გვამზადებს ღმერთთან შესახვედრად ეს ყველაფერი, ეს მარხვაც, ეს ასკეტური რაღაცა ჩვენი, თქვათ, იქ იწყება მე ეფრემასურის ლოცვა, იქ მეტანიების კეთება, რომ ადამიანს აღძრავს, აი აახლოვებს ღმერთს, ეს ღვაწლი, ეს ლოცვა, ეს მარხვა, ეს სინანული, ეს მოწყალება აახლოვებს ღმერთს, ღმერთთან, ესე იგი ადამიანი უახლოვდება და რომ მიუახლოვდები ღმერთს, ხვდები რომ რა ბედნიერება, ხვდები რომ ყველაფერი ღირს, ყველაფერი ამაუვარდო, ეს არ დაკარგო, ეს ყველაზე მთავარი. ეს ახარებაში არის ერთი მომენტი, რომ გახსოვთ ხო რომ მარგალიტი იპოვნაო და კაცო ყველაფერი გაკეთა, ღონეს არ დაეკარგა. აი ეს მარგალიტია ღმერთი, ეს მარგალიტია ეკლესიური სწავლება, ეკლესიური ცნებები. აი ეს ყველაფერი მარგალიტია და ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა დავკარგოთ, თორე რა არის უფალი გვეუბნება, რომ კაცმა ყოველივე შეიძინოსო და სულითვის იზღო. ანუ რა არის სასარგებლო, რომ ყველაფერი გქონდეს ამ ცხოვრებაში და ყველაზე მთავარი დავკარგოთ, რომ ღმერთი და ჩვენი სული დავუყუპოთ. ამიტომ მამა გიორგი, თქვენ ბრძანეთ, რომ აი ეკლესიაში რაც ხდება, ეს ჩვენთვის ხდება და ეს პრაქტიკაში უნდა ჩვენ რო გამოვდივართ ეკლესიიდან, სულ უნდა გვახსოვდეს. აი მაგალითად ამ კვირას, როგორც წინა კვირას ეწოდებოდა მეზორის და ფარისეულის, ახლა ეწოდება ოძღებიშვილის კვირა. ნახეთ, მარტო გუშინდილს კი რო წილას წავიკითხეთ, ვიდრე მეორე კვირამდე ამ პერიოდებში. ცხადია, ეს მომენტების ასპექტები, რომელიც ახარებაშია, მთელი ცხოვრება უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით შეგვაგონებს ღმერთი და ეკლესია, რომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ამ განცდით შეუდგეთ ჩვენ ამ ასპარეზს, რომელსაც იმარხვა ქვე, იმიტომ რომ ძალიან რთულია და ეშმაკი განსაკუთრებით შესაძლებელი ამ დროს რომ რაღაც სასტურები შემოვიდეს. მე ამაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჩვენ გვემართება, რომ აი მათ შორის ის ხალხი, ვინც ხშირად დავდივართ წელებიათ ტაძარში, მოვისმენთ ეს სახარება გუშინ მაგალითად, ხო, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია, ვიცით, ლიტერატურულად ვიცით, მხატვრობით ვიცით და მოვისმენთ, მაგრამ რომ გამოვდივართ, გვახსოვდა მე თითქოს მთელი კვირა მონელდები, მე როგორ გაგახსენდება, მე მინელდები
რამდენად აუცილებელია ამ პერიოდში, რადგან კვირები დაწესდა, ხო? თქვით რომ კვირას ვქნებთ მთლიანად, რომ გვახსოვდეს სულ ქმედების ფიქრით საზოგადოებაში ურთიერთობაში, ეკლესიაში ურთიერთობაში პრაქტიკაში გამოიხატოს, რომ არ იყოს რომ მოვისმენე და ვიცი, ზეპირად ვიცი, მაგრამ მარტო ზეპირად ცოდნა რომ წყარო საკმარისი იყოს, მარხვაც არ იქნებოდა და მე ცოდნებოდა რომ მარხვა არსებობს და აღდგომა იქნება. აუცილებელი არის განხორციელება, უნდა განახორციელოს ადამიანს, უნდა ჩაიბეჭდოს და აი რასაც მოისმის, ის უნდა ეცადოს, რომ და ყველაზე მთავარი კიდევ არის, რომ რასაც ვკითხულობთ და თქვათ ვისმენთ, ახარება იქნება მოციქულების, სამოციქულო ასე შემდეგ, უარყოფითი პერსონალი, ვინც არის შენ თავი უნდა ჩააყენო. ჩვენ პირიქით ვთქვათ, კაი პერსონალი. მე არა ვარ ეს. ჩვენ კაი პერსონალი უარყოფითი უნდა ჩააყენო თავი და დაინახავ, რომ რა ჩააყენებ, აბა მოდი, სხვა უნდა ამოიღო საერთოდ შენ და ღმერთი. და ჩააყენო შენი თავი ამ იმაში და მიხვდები რომ შენც ეგრე ხარ, შენც რეალურად ეგრე ხარ. იმიტომ რომ ღმერთი არის და ღმერთმა გითხრა ეს, ღმერთმა იმიტომ გითხრა რომ ჩვენ ღმერთმა იცის ჩვენ რასაც რა დღეში ვართ და ამიტომ გვასწავლის ამ ყველაფერს რომ ჩვენ რეალურად უნდა ვიყო, ჩვენ რეალურად დაცემულები ვართ და უნდა წამოვდგეთ და უნდა გავახორციელოთ ეს ყველაფერი და ამიტომ მარტო ეს მოსმენა არ არის საკმარისი ხო ხდებით, აი თან მე ვარცხვენთ ჩვენ ეკლესიას, ვარცხვენთ აი ამ წმინდა წერილს, მერც რომ გამოვდივართ, დავდივართ ხალხი გვიყურებს ჩვენ, დავდივართ ეკლესიაში და გამოვდივართ და მე როგორ ცხოვრობთ, მე როგორ ვაკეთებთ ხო ხდები ჩვენი ცხოვრება და აღარ უნდა ადამიანს ეკლესიაში მოსვა, ვაბყოლებთ ადამიანებს. ჩვენ მარტო სამდელოება კი არ უნდა ქადაგებდეს. თქვენ ყველა მთელი ქრისტიანი უნდა ქადაგებდეს, ქრისტიანი მისიონერია, ყველა თავისი ცხოვრების წესით, იმიტომ რომ დასამბოს უფალი რომ ეგრეთ წინევდი ნათელი თქვენი წინაშე რათა იხილოს საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას. ესე იგი ისე უნდა ისეუდა შენი საქმეები ისე უნდა წინავდეს რომ უღმერთო რომ დაგინახავს მოუნდეს ქრისტიანული ცხოვრება მოუნდეს აუ მოდი რა მე წამოვალ ეკლესიაში ყოფილი ეგეთ შემთხვევები ხო თქვენ ცხოვრება ყველა ვარიანტი იქნებოდა რომ იქ რაღაცა ისე გითქვია რაღაცა მოგითმენია რაღაცა გიპატიებია და იქ შენ მეგობართ აცნობს დაუნახია და უთქვია რომ აი ვისთან დადიხარ მოძღვართ მოდი მეც წამოვალ მეც ყოფილა ეს რამდენი ადამიანი ყოფილა რომ ჩვენი ცხოვრების წესიდან წაგვიყვანია მაგრამ რამდენი ყოფილა რომ დაგვიყოლებია და უთქვია და შეიძლება პირში არ გითხრას მაგრამ გულში ეთქვა რა მინდა კაცო მეც ესე ვცხოვრობ როგორც ეს და რაღა ვიდგე იქ თქვილა ეკლესიაში და ვიტყო ეხა უსმინო მომთლის რაღაც იმეებს ხო ხტე მაინც იგივენაირად ცხოვრობენ ესენი ამიტომ არის რომ აი საქმით უნდა განვახორციელოთ ეს ყველაფერი კიდევ ამობ ჩვენ არ უნდა ვიამპარტავნოთ და არ უნდა ვიყოთ ეხლა აი ეს ფარისეველი როგორი იყო ხო რაღაცა ძალიან ყველაფერს იცავდა და ასე შემდეგ ჩვენ ეს ჩუმად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და თუ აკეთებ რაღაცას ხო ესეც ღმერთს მიაწერე და მადლობდე ღმერთს რომ უფალო მადლობ რომ შენ მაძლევ ამ ძალას რომ მე თქვა ვიმარხულო მე ვილოცო მე მოწყალება გავცე სიკეთეები ვაკეთო შენ ახარ უფალო ყველაფერი შენ თუ გამშორდები მე დავიღუპები მე ცოდვის მეტი არაფერი არ შემიძლია მამა გიორგი რადგანაც თქვით რომ განსაკუთრებულად შედი ასპარეზია და სირთულეები უფრო მეტია დიდ მარხვაში. თქვენი პრაქტიკით, როგორც თავად ადამიანის და ასევე თქვენს სამრევლოში, რამდენად უფრო შეძლებს იტყოროთ ადვილი ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ უფრო ადვილად შეიძლება იმარხულო ადამიანის სირთულეების გარეშე, როცა ამ პერიოდს სულად იცავ და ცდილობ რომ მიყვე იმას და ციკლიკიცეს, ვიდრე აი დაუშვათ ეს არაფერი, მოდი ახლა მე მაქსიმალურად ავინაზღაურებ სანამ დაიწყება და პირდაპირ შევდგები დიდ მარხვას. რთულია ძალიან რთული არის ეს თუ არ გაიარეს ტყუილა ეკლესია ამას არ დაადგენდა ეს ძალიან რთულია რომ ეხლა წინა კვირას უხსნელი იყო მსგავსი იყო ეხლა ხო ხდები ეს ნუგეში არის ადამიანს ამზადებს ეხლა ჩვეულებრივი კვირა შემდეგ ყველიერი კვირა ამზადებს აი ამ დიდი ასკეტური ცხოვრებისთვის რასაც მარხვა ქვია რომ უნდა განვახორციელოთ ეს და მართლა ვინც ახორციელებს ამას მისთვის მართლა ისე ჩართულია მისთვის მართლა მარტივია და უთქვიათ ხოლმე ისე გავიდეს აღარ არის ხო რაღაცნაირად ისე მარტივად გადის ხოლმე და ისე და დაცხარებულია ეს დღე ისე არის რა ქვია ისე გარბის ეს წლები რომ არ ვიცი და ეს მარხვაც ესე მე ადვილად გადის ასე რომ ვთქვათ ხო ხდებით და ადამიანს ამას არ აქცევს ხო ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და ჩართულია ამას არ აქცევს ყურადღებას უკვე აღარ აქვს იმის ფიქრი რომ რა ჭამოს რაღაც ჩვენ ამაზე გადავერთვებით ხოლმე რომ აბა საჭმელი რა უნდა ვჭამოთ და ამაზე უფრო განხორციელება თან კიდევ აი აღდგომის დღესასწაულს კიდევ ჩვენ ორმაგი და სამაგი სიხარული გვაქვს რატო იმიტომ რომ ვთქვათ ვინც მარხულობს თქვა ციკლებს ამ რაღაცა ისეთ გემრიელ საჭმელებს თავს იკავებს და შემდეგ უკვე ორმაგის ჩერსულიერი სიხარი როგორც აღდგომა და შემდეგ გაიხსნილებს და რაღაც აკვებითას აი სუფრაზე რო დავждარვართ
ორი ადამიანი, ვინც არ მარხულობდა და ვინც მარხულობდა, იმისთვის ორივე ისაა, რა ქვია, ერთი უფრო ვინც მარხულობდა, უფრო განიცდის ამ სიხარულს და უფრო ვინც არ მარხულობდა, ცოტა ისე არის, იმისთვის ისე, ამიტომ აი მარხვა თვითონაც ყველანაირად კარგი არის, თვითონ ფიზიკურადაც ადამიანი როდესაც მარხულობს, მართლა კარგია ყველაფერი და კიდევ ამ ჩვენი მარხვით ჩვენ ნებებს ვკლავთ, ჩვენ აი ამ სახარებაში როგორ ამბობს ხო უფალი რომ როდესაც ეშმაკეული ვერ განკურნეს მოციქულებმა და მე მაცხოვარი განკურნავს მოციქულები ეკითხებიან რატო ვერ განკურნეთო და ეს ეშმაკიო გადისო მხოლოდ და მხოლოდ ლოცვით და მარხვითო მაცხოვარი გვეუბნება ანუ ჩვენ ამ მარხვით ლოცვით და სინანულით ჩვენ ვამარცხებთ ანუ ვამარცხებთ იმ ჩვენს ნეულებებს იმ ნებებს რაც გვაქვს ჩვენ ამით ვამარცხებთ აი მარხვით და ლოცვით და ღმერთმა ინებოს რომ ეს მარხვა მშვიდობით ჩაგვეტარებინოს და შეხვედრილი ყავით წინვალი აღდგომას დიდი მადლობა მადლობა თქვენ. მადლობა მამა გიორგი, მე შევახსენებ მსმენელს, გვესაუბრებოდა საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსახური დეგანოზე გიორგი გოგიჩაიშვილი.